ბატონო მურად, უკვე რამდენიმე ხანია ჩვენგან ელქსელიდან, რაიონული გამგეობიდან გამოდივართ ტელევიზიაში, ეს ბატონი გაგუც განცხადებები გეთდება იმის თაობაზე, რომ რაიონმა უნდა გადაიხადოს დახარჯული ელექტროენერგიის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონს ელექტროენერგია არ ექნება და არც მიეწოდება, როგორც აღნიშნა ბატონმა გაგუც. დღევანდელ დღესაც უკვე რამდენჯერმე ჩასვლისა და ხოვნის შემდეგ ბატონი გაგუსი ელექტროენერგია გარკვეულწილად მოეწოდა რაიონს და მოეწოდა იმ ობიექტებს, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რაიონისთვის, კერძოდ პურკომბინატს და ქალაქ ქარელის წყალსახეს. აქ ლაპარაკი მოსახლეობის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უკვე აღარ არის ფაქტიურად, იმიტომ რომ მოსახლეობის 90% ელექტროენერგიის ღირებულებას არ იხდის და არ იხდის იმ მინიმალურ გაანგარიშებულ რაოდენობას, რაც ჩვენ დავიანგარიშეთ მინიმუმი მოსახლეობიდან თითო ოჯახიდან არის 3 მილიონი კუპონი. მე მგონი ყველა ოჯახი დამორწმუნება იმაში, რომ ფაქტიურად ბუნებრივი გაზის უქონლობის გამო და თხევადი გაზის უქონლობის გამო ყველა ოჯახში მაქსიმალურად არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება. კერძოდ ელექტროგამახურებელი მოწყობილობებით, იმიტომ რომ ძირითადად დიასახლისი საჭმელს აკეთებს ელექტროპლიტებზე. ამიტომ აი ეს მინიმუმი, ის 3 მილიონი, რაც ჩვენ შევთანხმდით რაიონულ გამგეობასთან, უნდა იყნას ყველა მოსახლესთან ამოღებული და გადახდილი. მიუხედავად კიდე იმას ვიმეორებთ, ყველა ოჯახში დაახლოებით იქნება ორჯერ მეტი გადასახადი. მაგრამ რადგანაც მოსახლეობას ამ ეტაპზე არ აქვს საშუალება იმისა, რომ ის გარკვეული დიდი თანხა გადაიხადოს, ის მინიმუმი მაინც უნდა გადაიხადოს, რომ რამენაირად ეს ელექტროენერგია, რასაც გვაძლევდნენ და აღარ გვაძლევენ, შემოვიტანოთ და იმ სასიცოცხლო ობიექტებს მაინც რომ მივაწოდოთ. გამოდის რომ ფაქტია ჩვენ ელექტროენერგიას უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გადასახადი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე გამოდის ასე. ეს არის პირველი დასაწყისი ეტაპი, რომ რამენაირად ხალხი საზოგადოება მიეჩიოს დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდას. და შემდეგ აღრიცხვა მოხდება ჩვეულებრივად იმ რიცხვების მიხედვით, რომლებიც ოდენია ყველას საკუთარ ოჯახში. უკვე დღევანდელ თათბირზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალიდან, სამშაბათიდან ქალაქ ქარელში იმუშავებს დაახლოებით 10 ჯგუფი. სამი კაცის შემადგენლობით თითო ჯგუფი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ მარტო ქალაქ ქარელში, მივიდნენ ფაქტურად ყველა ოჯახში. თუ ვინმე არ გადაიხდის იმ სიმბოლურ თანხას, იმ 3 მილიონ კუპონს, იმათ ელექტროენერგიას გაუთიშავთ საყრდენიდან იქნება თუ სატრანსფორმატორო გასაზრდელიდან იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს თანხები არ იქნება ამოღებული, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტროენერგია არ ექნება ქალაქ ქარელს და ექნება იმ სოფელს და იმ დაბას და იმ კუთხეს, რომელიც გადაიხდის ელექტროენერგიის ღირებულებას. აი დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ეს ინფორმაცია, როცა გავა ეთერში, ჩართულია ელექტროენერგია თხოვნით, ძალიან დიდი თხოვნით, რომ ერთი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს და გაიგოს ყველა მოსახლემ. ზოგს მთელი პასუხისმგებლობით არ ეკიდება და ჩართულია კიდევ მხოლოდ და მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ქალაქ ქარელში წყალი მაინც იყოს, რომ ანტისანიტარია არ გაჩნდეს. პური გამოწყეს, რომ ხალხს ზაფხულის პერიოდში გაზი არ არის, დენი არ არის, რა ვიცი, აღარ შეშაქვთ ხალხს, რომ პური მაინც გამოწყეს და სიმშილით არ დაემუქროს ხალხს სიმშილით. რა ვიცი, მე მგონი თხოვნა იქნება და მოთხოვნაც იქნება ეს ხალხის მიერ, რომ რამენად თვითონ ამოვიდნენ მხარში. მეზობლები ერთმანეთმა გააფრთხილონ, რომ ის 3 მილიონი კუპონი გადაიხადონ ხალხურად. აი ძნელი ამისი ახლა ჩემთვის ვიცი 3 მილიონი კუპონი ზოგს არც პენსია აქვს და არც ხელფასი მგონი და რაღაც საშუალებები გამონახა. არ არის ახლა ისე ოჯახი, რომ ეს 10,000 რუსული მონეტა, ეგრე როგორც ძანად 12,000 რუსული მონეტი, რომელიმე ოჯახში არ მოიძებნოს თელთვის მანძილს. ვისაც არ აქვს ახლა ისეთი აი მიწური, თლათ მარტო ხელა არის, უპატრონო ოჯახი არის, იმისგან არც უყურს ჩვენ იმ გადასახადს. დღეს დაახლოებით იქნება 0,2% თელი მოსახლეობის. იმას რაღაცა დაიფარება, ვიღაცა მეც გადაიხდის, ან მეზობელი გადაუხდის და ესეთი იმითი ან
ხარჯი გავა რაღაცნაირად და ასეთი ბალანსი გაგრძელდება რაიონისთვის. ეს მადლობთ და იმედს ვიტოვებთ კვლავ და კვლავ რომ მოსახლეობამ გულისხმობით მოეკიდება ამჯერად. რა თქმა უნდა მოსახლეობის ნორმალური ურთიერთობით ინკასატორებთან ნორმალური ურთიერთობით და დაამყარო ნორმალური ურთიერთობა. სხვანაირად არ გამბო. დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ მე გადავუხადე იმას დავუხადე 50,000 იმანეთი, იმან იმდენი შემოიტანა თუ არ შემოიტანა. ყველა მოითხოვოს ინკასატორებისგან და იმ ჯგუფისგან ამოწერილი ბეჭდიანი ფლითარი. იმაში რა თანხაც ჩაიწერება, ის თანხა გადავუხადონ იმ ინკასატორს და აი ამის მერე ესეთი ლაპარაკი და უნდობლობა აღარ იქნება, აღარც წარმოებასა და მოსახლეობას შორის, აღარც წარმოებასა და ინკასატორს შორის. აი ესეთი პრეტენზიები არ არის. მადლობა.